რამდენი დღეა არაფერი გიჭამია? არ ვიცი. ადექი და რამე შეჭამე. მიდი. შენ მოამზადე? ხო, ღმერთმა მარჯვენა დაგილოცოს, გემრიელია. გმადლობ, მაგრამ აქ იმისთვის არ მოვსულვართ ღვეზელები შეგვიფასო. ვიფიქრეთ, ცოტას ვისაუბრებდით. თუ რამე პრობლემა გაქვთ, გისმენთ. დიახ, მე მაქვს პრობლემა. ორი ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, ერთმანეთს დაშორდა და უნდა შერიგდნენ. მე კი ესეთი პრობლემა მაქვს. გაგიჟდი? გოგონა შენი სიყვარული კლავს. შენი სახელის გაგონებაზეც კი კანკალებს. შენ აქ მისი სიყვარულით არ ჭამარსვამ, მაგრამ დაშორდით არა? ზეინებმა რაღაც გითხრათ. ზეინებმა ის გითხრა, როგორ ძალიან უყვარხარ. მაგრამ ან ვერ მიგახვედრა, ან არ გინდა რომ მიხვდე. შეიძლება უკეთესიცაა, რომ ზეინები აქ არ არის. ვერ ნახეთ რა მოხდა. ან იქნებ უკეთესია საყვარელი ადამიანი სამუდამოდ დავკარგო ედანურ. გოგონას მტკივნეულ ადგილას ნუ არ ტყამ. მეც აქ ვარ. იასემინი დავკარგეთ. მაგრამ ცხოვრება გაგრძელდა და ცუდი არაფერი მომხდარა. შეგიყვარდა გოგონა სახელად ზეინები. და თუ ბედმა დაგიწერა რომ უნდა დაკარგო, მასაც დაკარგავ. მაგრამ შიშა რა არ ხარ. და ახლა ზუსტად ასე იქცევი. მე შინიასემ არა ვერ გაიგეთ. აღარ მინდა საყვარელი ადამიანები დავკარგო. აირის უნდა გეშინოდეს, ჰალილ იბრაჰიმ. თუ აქ არ მოიყვან, ისედაც დაკარგავ. და სინანულის გარდა არაფერს მოგიტანს. მირჩევნია მთელი ცხოვრება ვინანო, ვიდრე მისი სიკვდილის მიზეზი გავხდე. თავარია ზეინები ცოცხალი იყოს, მე კი შემიძლია მისი მონატრებით მოვკვდე. არ არის პრობლემა. გთხოვთ. რატომ შეწუხდი? შეგერგოთ. ჩემს ხონებულ დედას იცნობდი? არა, სამწუხაროდ არასდროს შევხვედრივართ. ჩემი აზრით, რომ ენახე მაშინვე შეუყვარდებოდი. ვიზიარებ. და კიდევ ერთხელ გემრიელად მიირთვით. გმადლობ. ზუჰავ, შენი ქალიშვილი უკვე სულ გაგიჟდა. სტუმარს ყავა როგორ მოატანინა, ჯერ ყავის გაკეთება თვითონ შემოგთავაზა, მერე კი სულ გაქრა. არა უშავს. ახლო მეგობრები არიან. დიდი მადლობა რომ ასეთ დროს გვერდში გვითგას და ჩემი აიშე მარტო არ დატოვა. ძმა ლევენტი, ცხონებული. აიშეს მეგობრებზე ისეთ ცუდად ლაპარაკობდა, რომ არც კი მიფიქრია, თორემ აიშეს ვეტყოდი, მისი მეგობარი ჩემთვის გაეცნო. შვილო, შენი ტოლები არიან? ყველა შენზე უფროსია, ვერ ხედავ? დებად შეგეფერებიან. მამა, ასეთი რა ვთქვი? გაჩუმდი. აბა, გამზე. რაღაც ნიშნობის რეპეტიციის მსგავსი გამოვიდა, არა? რა გინდა, აიშე? მითხარი, რა გინდა? შენი ბედნიერება მინდა და სიმდიდრე. ალბათ დაგავიწყდა როგორი ოჯახიდან ვარ, აიშე. შენი აზრით მამა უფლებას მომცემს ცოლად რიзвან ლეთოს გავყვე. დიახ, რატომაც არა? და ეს როგორ მოხდება? ეტყვი რომ ჩვენ შორის არსებული თითო წლის განსხვავება $1,000,000-ია. და ყოველი ბავშვისთვის, რომელსაც გაუჩენ, $10 მილიონ დაგვირდა. აიშე, მათემატიკაში სკოლაში ცუსტი ვიყავი. ჯერ ქორწილამდე არ მივსულვართ და უკვე 30 მილიონი ჩემი ვალი აქვს. შესანიშნავად ვიცი, რასაც ვამბობ ძვირფასო. ნუ გეშინია. აიშე, სერიოზულად?
რა თქმა უნდა. მე მკვიდრად თითქმის აღარ დარჩა. ფიქრეთი და ზეინები შვილებიდან ამოშალა. თამერი და ლეილა არ ითვლება. მამაკაც უნდა რომ ბედნიერი იყოს. უნდა მეუღლე ჰყავდეს. უნდა მამა ისევ გახდეს. ძალიან მიხარია რომ ჩემზე ფიქრობდა. მამა ჩემიც კი როცა ამ ციფრებს გაიგონებს, ალბათ მოინდომებს შვილი თვითონ გაუჩინოს. ეს სხვა საკითხია. მაგრამ არ ვიყიდები. თუ რიზვან ლეტოს უნდა რომ მეუღლე ჰყავდეს, უნდა რომ ოჯახი შექმნას, მაშინ უნდა დამარწმუნოს. მამა რიზვანს ჯერ კიდევ არ იცნობ. გაგაგიჟებს და შენს გულს დაიპყრობს. თავარია უარი არ თქვა. მოგვარება შეძელი, ლეილა. კი. ხელები მიკანკალებდა, მაგრამ გავაკეთე. მისმინე იავოს, არანაირი პრობლემა არ იქნება, ხომ ასეა? არა, ჩემო ლამაზო გოგო. თუ ისე გააკეთე, როგორც გითხარი, მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნება. წავედით. კი ჩემს ანახავად მოვიდა. ახლა კი წავალ თქვენი ნებართვით. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. ერთად წადით ჩვილო დროა, სახლში წახვიდე. სახლში არ მივდივარ, მამა რიზვან. ფიქრეთს უნდა შევხვდე, აგარაგზია, იქ მივდივარ. იქ რას აკეთებს? რას უნდა აკეთებდეს, მამა? ალბათ აღნიშნავს. რას აღნიშნავს? შენ ნუერევი. ნუერევი. დამლას უკავშირდება, ამდენი ადამიანის თანდასწრებით საუბარი არ გვინდა. ამ საკითხზე უნდა დავილაპარაკოთ და აგარაგზე ამიტომ იმიწვია. კარგი. კარგი. რა თქმა უნდა, სასწრაფო წადი. იქნებ შიშველსაც მიუსწრო. აიშე. კარგი, მამა, კარგი. კარგი, კიდევ ერთხელ სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. ღამემშვიდობის. მისმინე იავოს, ფრთხილად იყავი, კარგი? კარგი, ლეილა. თქვენი ნებართვით მეც წავალ. კეთილი? ძირფასა, ძირფასა. დიდი მადლობა რომ მოხვედი და გიკავშირდები. რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია შენი გაცნობა გამზე. ღამემშვიდობის. ღამემშვიდობის. გამზე, შეგიძლია მეც გამიყოლო. რა თქმა უნდა, წამოდი. ღამემშვიდობის. დროებით, ლეილა. წამოდი საყვარელო. მამა რიზვან, შეიძლება ცალკე ვისაუბროთ? რა თქმა უნდა, შვილო. შვილო, ადამიანს თავი დაანებე. ფიქრეთი უკვე თავი მოაბეზრე, შვილო. აიშე ჩემთვის შვილივითაა ფიქრეთი, მასთან იქნება თუ არა. წამოდი, შვილო. მე გავდივარ. ასე დროსად მიდიხარ. ანეგრა ქუდი გახურავს. დედასთან მივდივარ, დეიდა. დღეს არ ყოფილვარ, ქუდი კი ყოველი შემთხვევისთვის თუ იწვიმებს. ამ შუაღამისას რატო მიდიხარ? ხვალ დღის სინათლეზე წადი. ზუჰალ ბავშვ თავი დაანებე, დღეს ჩემ გამო ისედაც ვერ წავიდა. შეეშვი. ვიძიენესი, მამა თუ მიკითხავს, უთხარი რომ დავიძინე. არ მინდა ინერვიულოს. არ ინერვიულო, შვილო, არ ინერვიულო. აიშე თავისი სისულელები დილამდე თავს მოაბეზრებს.
გაგვიმარჯოს. ყველაზე უტვინო ადამიანები ხართ, რომელიც ოდესმე მინახავს. თან ლეთოს ოჯახის ხელმძღვანელობაც მოგინდათ, არა? ასეა? ადექი, რა კაცო. იაუს. დანარჩენი მხოლოდ ძმებს შორის უნდა მოხდეს. შენთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. იავუს გამოვყევი. გუშინ ლევენს გაყევი. მანამდე თუნჯაის. და სხვა? შემდეგ? შემიძლია აგიხსნა ძმაო. პატივისცემა გამოიჩინე ძაღლის ლეკვო. ტყუილს აზრი აღარ აქვს. თამერ. გულახდილი იყავი. იქნებ შანსიც გქონდეს. იქ სადაც ვერ გნახავ, მოგცემ უფლებას იცხოვრო ისე, რომ შენი სახელი არავინ ახსენოს. უკანასკნელად მოვიქცევ ისე, როგორც უფროსი ძმა. გულახდილად მითხარი. გულახდილად გითხრა? კარგი. ამბობ, რომ უკანასკნელად მომექცევ ისე, როგორც უფროსი ძმა. მაგრამ როდის იყავი ჩემთვის უფროსი ძმა? შენი და იმ კაცს გაყვაცოლად, რომელმაც ჩემი ძმა თარიქი მოკლა. შენ პარტნიორად გაიხადე. თითქოს საკმარისი არ იყო ის, რომ სიძე გახდა. და დედა? დედა. ყოველთვის ფიქრობდით, რომ დედა ცუდი ადამიანი იყო.
ყოველთვის გძულდათ. დედა შენი კარგი ადამიანია? დედა შენია ნამდვილი ბოროტების წყარო, მაგრამ მე რა? ნედიმეს შვილები ანგელოზები არიან. ასიეს შვილები კი ასეთები. მართალია. გავიგე. გავიგე რომ შვილი გეყოლება ქალისგან, რომელზეც დაქორწინებული არ ხარ. და მალე ჩვენისთანაც თარიქის და თამირის მამა გახდები. შემდეგ აიშეს შვილები შეურაცხყოფას მიაყენებენ. ამისთვის მზად ხარ ძმაო? თამირ, არც ერთ ჩემს და-ძმაზე ასე არ მიფიქრია. მათ შორის არც თარიქზე. უცოდველი არავინაა, მაგრამ შენ მოკალი, შენ საკუთარი ძმა მოკალი. მოკალი ძმა ლევენთი. დაუშვი შეცდომები, რომლის დაშვებაც არ შეიძლება. უპატიებელი შეცდომები. დაღუპულებს ვეღარ დავაბრუნებთ. ახლა შემდეგ კითხვაზე მიპასუხე. რატომ არ უნდა მოგკლა? მომკალი, გგონია შემეშინდება? მამას რა პასუხს გასცემ? რა სეტყვი? მამას რა სეტყვი? თამირ, ეს შენი უკანასკნელი შანსია ძმაო. მითხარი რომ ნანობ. მითხარი შეცდომა დაუშვი. და მთხოვე რომ გაპატიო. მომისმინე, გეუბნები რომ შეგვიძლია გამოსავალი ვიპოვოთ. კარგი? ვნანობ, თუნჯაის მოკლის შემდეგ, როცა იმ მანქანიდან გადმოვედი, ძალიან ვნანობ, რომ ორივე არ დაგხოცეთ ძმაო. ძალიან ვნანობ. ძალიან. მე კი ძალიან წუხარ. მომშორდი. მამას დაუძახე და რაც უნდა ის მიქნას. შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ.
ბატონო, თამერის ტელეფონი გათიშულია. ბოლოს მითხრა, რომ ფიქრეთთან და იევუსთან საქმეს მოაგვარებდა. ესე იგი, თამერთან გამკლავება შეძლეს. დაუთის შვილი, სერქანი მოიყვანეთ, მან იცის, რა მოხდა. ფიქრობთ, რომ ფიქრეთმა თავისი ძმა მოკლა, ბატონო? თუ ფიქრეთმა თავისი ძმა მოკლა, ესე იგი, საკუთარ თავს გადააბიჯა მუსა. შიგნით შევალ, ფიქრეთ ბეი. აქ რა ხდება? არაფერი. საუზმის მომზადებას ვაპირებდი, ნედი მეჰანიმ. ასე შეიძლება, შვილო. საუზმე ზემოთ მოვამზადეთ. წამოდი. შოთა, შენ შვილო. ფიქრეთ. დაძაბული მეჩვენები, შვილო. ნუ იძაბები. შენის გააკეთე, რაც უნდა გექნა. რაზე ლაპარაკობ, დედა? იცი, რაზეც ვამბობ. ლაპარაკი საჭირო არ არის. წამოდი, წამოდი. შოთა, შენს წამოდი. მაბადია დაო, მაგრამ მე შენსავით არ ვფიქრობ. თამერი ამას იმსახურებდა. როგორც კი შიგნით შევიდა, ძმა ფიქრეთს და იავუს პისტოლეტი დაუმიზნა. თამერის პისტოლეტში ტყუები რომ არ შემეცვალა, დღეს ძმა ფიქრეთიც და იავუსიც მკვდრები იქნებოდნენ. ხალილ იბრაჰიმმა უთხრა იავუს, რომ ტყუები შეეცვალა, რათა თამერისთვის ბოლო შანსი მიეცა. მას ბევრჯერ მისცეს შანსი. ძმა ალი ქემალი და ჯენგიზი როცა მოკლა, მაშინ რომ ვინმე შეეჩერებინა, იქნებ საქმე აქამდე არ მისულიყო. ლეილა, რაღაცას გითხრა. შენ ხომ ეს ბიჭი გიყვარდა? ჯენგიზ გულისხმობ. მერე რა მოხდა? იავუზი როგორ შეგიყვარდა? შეძელი? შეყვარება. თავიდან მეგონა, რომ ის დავიწყებას ვერ შევძლებდი. მაგრამ მერე იავუს ძალიან შევუყვარდი. არ შეიძლება ადამიანი წრფელი სიყვარულის მიმართ გულგრილი იყოს. დედა, ალბათ ჩვენებსაც აპატიეს. ცხადია, აპატიებდნენ, შვილო. მათ სამყაროს კიდევ ერთი ნაძირალა მოაშორეს. მიდი, გოგოები შეკრიბა, საზეიმო საუზმე გვექნება. ყველაფერი მზად არის? მზად არის. დილამშვიდობისა. დაიხლოცოს თქვენი ხელები, საკინე. არჩეულებრივი კერძებია. გოგოებო, მოდით, საუზმე მზად არის. მოვდივართ. წამოდი, წავიდეთ. შენ ჩემოდი, შოთა. ფიქრეთ, მოდი ჩემთან. რა ხდება? შენზე გაბრაზებული ვეღავი, მაგრამ გამიარა. მოდი, დაჭექი. გმადლობ, შვილო. შეგერგოთ. ფიქრეთ, შვილო. მამა შენმა იცის, რაც მოხდა? ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. ძალიან დამავალებთ, თუ არც თქვენი ლაპარაკებთ. აქ სატრაბახო არაფერია. სატრაბახო არაფერია, მაგრამ სასაყვედუროც არაფერია. არაფერი.
დილამშვიდობისა, დილამშვიდობისა. მოდით, გოგოებო. მოდით. მოდით, შვილო. შეგერგოთ. რამდენი ხანი ერთად არ გვისაუზმია? მართალი ხარ. შვილო, ერთად ამიტომ შეკრიბეთ. მინდოდა ყველას ერთად გვესაუზმა. თებში მომაწოდე. ძმაო, კარგად ხარ? კარგად ვარ. იავუზი სად არის ლეილა? მამა დურსუნთან ერთად გავიდა. სასტუმროში აპირებდნენ წასვლას. ლეილა, ძალიან დამავალებ თუ მომხდარის შესახებ არ ელაპარაკებენ ძვირფასო. რაზე ძმაო? ხოჩახ, ძმაო, ამის გამო მოვედი. აიშე გამუდმებით მირეკავს. მათ არ იციან. თამერზე ნერვიულობენ. მამას ამის შესახებ ვიღაცამ უნდა უთხრას. ძმაო, ბიძიან ესიმსაც. ეს საქმე მასაც ხომ ეხება, რაც არ უნდა იყოს, შვილი დაკარგა. წავალ ზეინებ, წავალ. შოთა, ჩაი დალია და სად გავიდე. გიჩქარება, შვილო? შვიდად. ვიჩჯერ არ უსაუზმია, შეჭამე, შვილო. დაასრულე საუზმობა. მე რეძახვალთ საჩქარო არაფერია. ზეინებ, შვილო, თებში ცარიელი გაქვს. გმადლობ. სადღესასწაულოს უფრა გვაქვს. გეფიცები. ყურძენიც დაუდე. დავუდებ. ყველაფერს დავუდებ. ძალიან ცხელა. საინტერესოა რატომ? ჰალილ იბრაჰიმ არაფერს ჭამ? უკვე დავნაყრდი სემა. დანაყრდა. თითქოს რამე ეჭამოს. რანაირად დანაყრდი ჰალილ იბრაჰიმ? მადა ბრაზმა დაგიქვეითა? არ მესმის, მადა მე რატომ იმძაფრდება? უსმან, რაც მე შენ გიცნობ, უმადობას არასდროს უჩიოდი. სიმართლე პირველად თქვი თურან, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის, ბაბუა ჩემის ბრალია. ერთხელ მითხრა საჭმელი ისე უნდა ჭამო, თვითონ შენი უკანასკნელი ლუკმაო. იმ დღის მერე ასე ვჭამ. ასეთი ტემპი თუ გააგრძელებ, ჭამით მოკვდები. ღმერთმა დამიფაროს ბიძია, თანაც შენ ციციმთაში კალორიებს ვწვავდი. ქალაქმა ჩემზე ცუდად იმოქმედა, გავსუქდი. აქ წყალიც კი მასუქებს. შენ ხომ წყალს არ სვამ, უსმან? არ სვამ, იმიტომ რომ მასუქებს. უპასუხე. ზეინეფი რეკავს. მას ვერ დავუკავშირდი. გისმენ ზეინებ. მირეკავდი სემა? მომენადრე. შენი ნახვა მინდოდა და ამიტომ გირეკავდი. მეც მომენადრე. სახლში ვარ, მოდი თუ გინდა. ერთხელ შენც მოდი. ეს ხომ შენი სახლიც არის. მოვალ, რა თქმა უნდა. გამაგებინე, ჰალილ იბრაჰიმი როდის წავა და მოვალ. გავიდა, გავიდა. რომ მოსულიყავი, ამიტომ დაგირეკე. კარგი, მალე მოვალ. კარგი, თუ ასეა, გელოდები. შეხვედრამდე. რა თქვა? ყველა მოგიკითხათ. ანუ მოვა? არ უთქვამს. ვუთხარი 10 საათისთვის მოდი მეთქი. რა გითხრა? რა მნიშვნელობა აქვს თუ რა, ყველაფერს ხომ არ მოგიყვები? მართალია თუ რან შენი ადგილი იცოდე. სემამ რაც გითხრა საკმარისია. კარგად არის? კარგად როგორ იქნება ჰალილ იბრაჰიმ? შენი აზრით როგორ იქნება, რადგან დაგშორდა, ბედნიერი უნდა იყოს? ან პირიქით, ამით უნდა გაუბედურდეს? რაც უნდა იყოს ბედნიერებას უსურვებ, მე მხოლოდ ეს მინდა. გემრიელად მიირთვით. თურან როცა ჰალილ იბრაჰიმი გვერდით გყავს, სწორედ მაშინ მეკითხები. ზეინები დავიბარე, მალე აქ იქნება. ჩემს ცოლს დამიხედეთ, ჩემი ჭკვიანი ცოლი. რა კარგად მოიფიქრე სემა, მაგრამ სანამ ჰალილ იბრაჰიმი აქ იყო, გეთქვა. გაუხარდებოდა იქნებ ცოტა ეჭამა კიდე. ხო, გავახარდებოდა. ვერ დაინახე, მაშინვე წავიდა. მართალია. ზეინეფი აქ მოსვლაზე როგორ დაითანხმე? ხომ იცის რომ ჰალილ იბრაჰიმი აქ არის? ვუთხარი ჰალილ იბრაჰიმი გავიდა მეთქი ბიძია. სემა შვილო, ასეთი მატყუარა როდის გახდი? რა მექნა ბიძია მატყუარა მათ გამხედეს. შემომხედეთ. სანამ ზეინეფი არ მოვა, ჰალილ იბრაჰიმი ამ სახლიდან არ გავა.
ეს მანქანა გაიყვანეთ. ზეინებმა თუ დაინახა გაბრუნდება. გაიგონე თუ რან სემამართალი ხარ. ახლავე ადექი და მანქანა სახელოსნოში წაიყვანე. ზეინეფის ნახვა მეც მინდა. მე და შენ მერეც ვნახავთ. კიდევ ლაპარაკობ? ადექი, კარგი. გოგო სადაც არის მოვა. მანქანა სახელოსნოში არ წავიყვან, გვალ სადმე გავაჩერებ, კარგი? კიდევ მეკამათება. მალე გოგო მოვა. მე ენერგიული ადამიანი ვარ, შენსავით არ ვზივარ ოსმან. ერთი უსმინეთ, რას მეუბნებათ, წარმოუდგენელია. უკვე ვნერვიულობ. აჯობებს წავიდე და მაიორს დაველაპარაკო, სატელეფონო ზარებით კვალს მიაგნებენ. ნამდვილად რაღაც დაემართა. და რაღამით სასაფლაოზე წასვლა შეიძლება? მამა, იქნების ხალხი, ვინც ლევენს დასდებდა. თამერსაც დასდევს. ნიჰათმა თამერს რამე ხომ არ დაუშავა რიზვან. კარგი, დავუშვათ ჩემი და ლევენთის, შენი და ფიქრეთის მოკვლას სცადა, მაგრამ თამერს არაფერს დაუშავებს. გეფიცები მშვიდად ამიტომ ვიყავი, მაგრამ რომელსაც ჩანს ადექი პოლიციის განყოფილებაში წავიდეთ. ადექი რაღაც ელოდები. მოიცადეთ, ღმერთმა ქნას ის იყოს. ფიქრეთ შენ ხარ? ვინმე სხვა ელოდი? შენ გარდა ყველას ველოდი. რა მოხდა, რატომ მოხვედი? შენ სანახავად არ მოსულ ვარ. ფიქრეთ, ახლა განყოფილებაში წასვლას ვაპირებდით. შენი ძმა არსაც ჩანს, ვიფიქრეთ, რომ მოუდინს აზრი არ აქვს. აქ სწორედ ამის გამო მოვედი, მამანესიმ. თამერზე რამე შეიტყვე? ციხეში ხომ არ მოხდა? ფიქრეთ. თამერი კარგად არის? არა. ის კარგი არასდროს ყოფილა. მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი ცუდი იქნებოდა. თამერი კარგი ბიჭია, შვილო, უბრალოდ ზედმეტი ლაპარაკი უყვარს, მაგრამ არავის არაფერს უშავებს. ლევენთი თამერმა მოკლა. თამერმა. თუნჯაიც. სისულელეს ნუ ამბობ, ფიქრეთ. ეს ვინ თქვა? თავად თქვა. როცა ჩემი და იაუზის მოსაკლავად მოვიდა. რას ამბობ, ფიქრეთ? გასაგებია, რომ თამერს არ უყვარ ხართ, მაგრამ ძმა ლევენთი უფრო მიაჩნდა ვიდრე შენ. დაფიქრდი აიშე. როცა ლევენთმა გაიგო, რომ თუნჯაი თამერმა მოკლა, ძმის მანქანაში ჩუმად ჩაჯდა, რომ მას არ დაენახა. ყველაფერი გზაში მოხდა. შვილო, ალბათ თამერმა ეს გაბრაზებულ გულზე თქვა. კარგი. კარგი, ფიქრეთ. თამერი მოვიდეს და პირადად მითხრას. თუ მართლა ისეა, როგორც ამბობ, იმას ვიზამ, რაც საჭიროა. რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთდა. აქ ამის სათქმელად მოვედი. არ მინდოდა სხვისგან გაგეგო. შენ
ვინ ხარ რომ ჩემი შვილის მოკვლას ბედავ? ბოლოს როცა მოვედი და გითხარი თუნჯაის გამო პასუხს ვაგებინებ, მეთქი მითხარი ჯერ ეს ტკივილი გადავიტანოთ და მერე გააკეთე რაც საჭიროაო. ხოდა გავაკეთე. უნდა გამეკეთებინა. რა ვიცი რომ სიმართლეა. რა ვიცი რომ ეს ჩემს დასასჯელად არ გააკეთე. თუ ჩემი არ გჯერა იავუს კითხე. დეტალურად მოგიყვება. ლეილას თამერის პისტოლეტში ტყვიები რომ არ შეეცვალა, მეც და იავუზიც მკვდრები ვიქნებოდით. მიუხედავად ამისა ვევედრე, ვემუდარე რომ სინანული გამოეთქვა, პატიება ეთხოვა. ვუთხარი რომ გამოსავალს ვიპოვიდით. არც ძმა ლევენტის მოკვლას ნანობდა? რადგან ლევენტი ჩვენს მხარეს გადმოვიდა, რადგან თუნჯაი ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო, თურმე ორივე სიკვდილს იმსახურებდა. ეს მისი ბოლო სიტყვებია. საიდან უნდა ვიცოდე? საიდან უნდა ვიცოდე რომ ეს ყველაფერი შენი მოგონილი არ არის? სიტყვას თუ კიდე ვიტყვი, მოკკლავ რიзвან, გაჩუმდი ბოლოს და ბოლოს. ბიჭმა ჩვენი ოჯახი გაანადგურა, მას კი შენ ჩემი თანდასწრებით იცავ? თქვენი ნებართვით. ფიქრეთ. შენი საქციელი დასაფასებელია. ჩემი ძმის გამო საკუთარი ძმაც კი არ დაინდე. მადლობელი ვარ ფიქრეთ. კიდევ ერთხელ ვიზიარებ. ფიქრეთ. გაყრის თაობაზე ძველებურად აღარ ვფიქრობ. თუ გინდა შეგვიძლია ამ თემაზე ისევ ვიმსჯელოთ. ცხადია დამლამ სისულელეები ილაპარაკა. კარგი იქნება ნიუანსებში თუ გაერკვევი. ნიუანსებს რას ეძახი? მან თქვა რომ ორსულად არის. თუ სიმართლეა, იმას გააკეთებ რაც საჭიროა. აიშე. ჯობს განქორწინების გადაწყვეტილება არ შეცვალო. იმიტომ რომ ის ნიუანსები ისე გადაწყდება, როგორც დამლა მოისურვებს. ზეინებ, აქ გააჩერე, მე მივხედავ. კარგი.
ჩემო ძვირფასო. ზეინებ, ჩემო ძვირფასო. კეთილი იყოს შენი მოსვლა. ძვირფასო, კეთილი იყოს. გმადლობ ოსმან. კარგად ხარ? სიმართლე გითხრა, შენზე უკეთ როგორც არ უნდა ულამაზო ჭღერდეს. კარგად უნდა იყო, ჩემო ოსმან. ყველანი კარგად ვიყოთ ზეინებ. კეთილი იყოს შენი მოსვლა. გმადლობ თურან. საყვარელო. ჯემალი და სითქი სად არიან? შენ ხალილ იბრაჰიმთან ერთად რატომ არ წახვედი? ისინი ფერმაში წავიდნენ მამამ მუზაფერთან. ზეინებ, თუ შენი ნივთები და ჩემოდნები საბარგულშია, თურანი სწრაფად გადაიტანს. როცა მივდიოდი, არაფერი წამიღია ოსმან იმ საბაბით, რომ დავბრუნდებოდი. სემა სად არის? მითხრა მომენატრეო, მაგრამ არ ჩანს. სიმართლე გითხრა, წინ და უკან დარბი საოჯახო საქმეები სულ მასზეა. ჭურჭლის დასარეცხად ხომ არ დაგიბარა? სემა ძვირფასო. 1 საათის განმავლობაში რა აღარ მოყევი, მაგრამ ჩემგან რა გინდა? ჩვენ გადავიდეთ თუ შენ გინდა გადასვლა? სახლში დამხმარე გჭირდება. მოკლედ შენი ლაპარაკიდან ვერაფერი გავიგე. გადავიფიქრე. შენგან არაფერი მინდა დაივიწყე, რაც გითხარი. ვერაფერი გავიგე, რა დავივიწყო? თავარია რომ კომუნიკაცია დავამყარე. საქმე არ გაქვს? წადი, მიხედე შენ საქმეებს. რაღაც უცნაურად იქცევი, მაგრამ არა უშავს. უცნაურად რატომ ვიქცევი? ოსმანი და თურანი სად არიან? გარეთ იყვნენ. მოგვენატრე. მეც მომენატრეთ. შენც აქ იყავი? წასული მეგონე. წასვლას ვაპირებდი, მაგრამ სემამ არ გამიშვა. კარგად